ჩვენს კულინარიულ მოგზაურობას საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხით, ჯადოსნური სვანეთით და სვანური გემოების აღმოჩენით ვიწყებთ. შეუძლებელია არ მოგნუსხოს სვანეთმა, მისმა კულტურამ, ისტორიამ, ტრადიციამ, ფოლკლორმა, ძველმა ტაძრებმა, კოშკებმა და აი ამ დალოცვილმა მთებმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სვანური სამზარეულო. აქ რომ ერთხელ ჩამოხვალ, არ შეიძლება რომ არ დაბრუნდე. ჩვენ ახლა ვართ მესტიაში განსაკუთრებულად მესტიამ შემოგვინახა კულტურული მემკვიდრეობა, სვანური სამზარეულო კი ჩემთვის საგანძურია. განსაცვიფრებელი ბუნება და კიდევ უფრო საოცარი სამზარეულო. მე ვარ შეფი ქეთი ბაქრაძე და ერთი სული მაქვს გამოგზავროთ ჩვენს გემრიელ საქართველოში. სვანურ სამზარეულოზე კლიმატმა და ცხოვრების წესმა იმოქმედა, მკაცრი ზამთრის გამო აუცილებელი იყო მსუყე და ნოყიერი საკვები. გამარჯობა ძვირფასო მანანა. გამარჯობა. ჩვენ მოვედით სასტუმრო ლაჰილის ნახეთ არაჩვეულებრივ რესტორანში და თქვენი შეფი ქალბატონი თამარი დაგვიბზადებს ნამდვილ სვანურ კერძებს. მობრძანდით. მოგესალმებით. გამარჯობა. ქეთის ასიამუნოა. თამარი. გადაგაბარებთ ქალბატონ თამარს. გვექნება კუბდარი, მადლობა. ხაჭაპური ფეტვის და თაშმუჯები. ესე იგი ვაგუნდავებთ, შემდეგ ვაფრთხელებთ. დიახ. და მე გადაგვაქვს ფეჩზე. ეს ფეჩით სვანურია, აქ შიგნით შეშა. კარგად არის გახურებული. არაჩვეულებრივი სამზარეულოა თავისი ხედებით. კი ბატონო. კუბდარსაც იგივენაირად ამაზე პირდაპირ არაფერი არ ჭირდება. არაფერი აბსოლუტურად. აბა წავიდა. წავიდა. ეს არის ფეტი დაფქვილია? დაფქული ფეტვი, ყველი რა თქმა უნდა დაჭყლეტი. ძროხის ცხიმიანი ისეთი იყო. კი. ეხლა ეს ხაჭაპური ქვედა ნაწილი გამოწყვე და შედის უკვე მერე ზემოდან უნდა დაიწვას, დაიბრაწოს კარგად. თურმე რა ყოფილა აქ რა ამბავი ყოფილა. ეხლა გადავდივართ კუბდარს. დიახ, კუბდარს. იგივე ცომია, როგორც ხაჭაპურში ზუსტად. კი. უბრალოდ ამ ცომში ემატება ეს დაკეპილი ხორცის გუნდები, როგორც ხო, შეკმაზული. ესეც იგივე პრინციპით ჯერ დაიდება, კი ბატონო, ქვემოდან დაიბრაწება, მე გადავაბრუნებთ. და ეს ხორცი იქვე ჩაიხარშება და თავის წვენი ექნება. ამასაც უნდა ეს ამოწევა თუ არა? ამას არ უნდა. და დრო ცოტა მეტი უნდა. გადავიდეთ ძალიან საინტერესო კერძზე, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ეს არის თაშმიჯაბი, ეს არის კარტოფილი და ყველი. ეს ყველიც თქვენივეა? დიახ. აქ გვაქვს ახლა ჩვენ კარტოფილი, დიახ. და ყველი. და მარილს უკეთებთ რა თქმა და რა უნდა. პროპორციით არის ეს კარტოფილი და ყველი, აი რომელი უფრო მეტია? ოდნავ მეტია კარტოფილი. ესე იჭყლიტება მოხარშული კარტოფილი, მაგრამ არც ნიორი ემატება. არაფერი, ყველის მეტი, მარილი და ყველი. ეხა ეს არის თქვენივე დამზადებული ასეთი ჭყინტი. უი როგორი ჭყინტი ყველია. საკმაოდ ცხიმიანი. კი. აი ესე ვურებთ დაახლოებით როგორც ელარჯს, ხო? დიახ. ეხლა უნდა კარგად გადნეს ყველი კარტოფილი უნდა გაცხადოს, რომ ეს ელარჯი ხო, და უნდა მოიწევს მერე. საკმაოდ ცხელი, ახლა რატო ესე ჭუჭოზე, იმიტომ რომ ინარჩუნებს დიდხანს ტემპერატურას. დავამზადეთ თაშმიჯაბი, კუბდარი რასაკვირველია, ფეტვიანი ხაჭაპური. პირველი მინდა რომ გავსინჯო რატომღაც კარტოფილი, ეს არის თაშმიჯაბი, ძალიან მიყვარს და ყველა ქვეყანაში, სადაც არის ეს კარტოფილის კერძები, საფრანგეთში აქვს ზუსტად თების რეგიონში აი ესეთი ანალოგი კარტოფილის და ყველის, რომელიც ასევე იწერება, იმიტომ რომ მთა ცივა, კალორიები გვენა და აქაც კარტოფილი მოდის განსაკუთრებული, როგორც ვიცი.
ძალიან გემრიელია, კარტოფილის გემო იგრძნობა, ყველის ცხიმი იგრძნობა გადასარევად. ეხლა მინდა კუბდარი. აი ესე გამოიყურება, ნახეთ. და რბილია. ესე იგი საქონლის ბილი ბარკის ნაჭერი ისე ჩაი თუშა მცომში და შემდეგ აი მადარჩეულ ღუმელში. კი ბატონო. აი დნება პირში. კინძი ვიც გავიგე, კამა ვიცი. გიცრული. გიცრული არის სუნელი, რომელიც მხოლოდ სვანეთში. ხო, მთებში. მართლაც რაღაცა გემოების ზეიმია, იმიტომ რომ ყველაფერი აი ბოლო სადღაც გზნობ ყველაფერს, ცოტა კინძსაც, ცოტა წიწაკასაც და ეხლა მთავარი ხაჭაპური, რომელიც არის ფეტვით. უკვე სასწაულია აქაური ფეტვის ხაჭაპურიც კუბდარით და თაშმიჯაბი და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ესეთი არაჩვეულებრივი მასპინძელი მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. თუ ზამთარში სვანეთში მოგზაურობთ და განსაკუთრებით ხილამურებზე სრიალი გიყვართ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ჰაწვალი, ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო ადგილი საქართველოში. ჩვენ ეხა ვიმყოფებით ჰაწვალზე. აქ არის ძალიან დიდი სასრიალო მასივი, ასე ვთქვათ, 5495 მეტრის სასრიალო, ორი საბაგირო ამოდის, უკან ხედავთ ალბათ რა ხედი მაქვს, უშბა ჩანს და როდესაც მოდიხარ სასრიალოდ, მოდიხარ ტყეში და თან უყურებ უშბას და ამ მთის კავკასიონის ნაწილს. აქაც როგორც საერთაშორისო სტანდარტით არის გაკეთებული ტრასები, არის სამოყვარულო, არის უფრო პროფესიონალური და რასაკვირველია შავი ტრასები. ეს არის ყველაზე ესეთი მძიმე და რაც საინტერესოა ყველაზე მეტად აი ამ მასივში, აი ამ ტრასებზე, აქ მოდიხარ ტყეში. და ძალიან საინტერესოა და ასევე არის გაუკვალავში ტყეში სასრიალო ადგილი, ამიტომ იმ ადამიანებისთვისაც უყვარს გაუკვალავში და ტყეში სიარული, ეს ნამდვილად სამოთხეა. ჩემთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო სასრიალო მასივია, იმიტომ რომ თავისთავად აი ეს ხედი, როდესაც ძიხარ საბაგიროზე და უყურებ აი ესეთ ფანტასტიკურ მასივს, ამაზე დიდი სიამოვნება არ არის და შემდეგ რასაკვირველია დაეშვები და გემრიელად წამოხვალ ტყეში და თოვლში. ეხლა ერთ საოცარ ქალბატონთან მივდივართ სტუმრად უძველესი სვანური კერძების გასასინჯად. მე ხა მოვედი guest house set-ში, მე მიმასპინძლებს ქალბატონი ნაზი. მადლობა მოგწანდებით. კარგად. მოგწანდით. ეს არის უძველესი სვანური კერძი ქნაში, რომელიც მზადდება კანაფისაგან, რომელიც არის სამწუხაროდ ამოღებული ჩვენი ცხოვრებიდან ეს კულტურა და მოგვიწია უცხოეთიდან ჩამოტანა. სამკურნალო ყველაფრისთვის იყენებდნენ, დიდი როგორც საკვებში იყენებდით, ასევე იყენებდით მრეწველობაში. მრეწველობაში. გატარებულია კანაფი, მერე წყალში იხსნება და დუღდება. და დუღდება, ფუვდება. ფუვდება. შემდეგ უკეთდება მარილი. მარილი და ხახვი. აი ეს. ესეც სვანური დელიკატესი. რასაც ქვია მართლა დელიკატესი სვანური და ძალიან იმიტომ რომ უკვე მივიწყებულია სამწუხაროდ ეს კერძი. ძალიან რბილია. რბილია. არ არის ინტენსიური. კი. ეს აი რაღაცა მე მგონი უნდა შევიტანოთ ქართული ტაპასების ერთ-ერთ მათ, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი და ეს ყურთან, ვინოსთან, წითელთან მგონია რომ ძალიან გემრიელი იქნება. ეხლა რაღაცა ტკბილის ჯერია, ასე ვთქვათ, ფიქრობ და დიახ, ამ დესერტს ქვია იცხრა. ბავშვობაში ბებია ვიკეთებდა. ვინც კარგი მჭამელი არ იყო, იმისთვის იყო რაღაცა დიდი ლხენა მაგისი გაკეთება.
ეს არის ბავშვების სატყუარა იყო. არა და კარგი გემრიელი ის არის დესერტი. როგორც უყურებ რაღაცა ისეთია რომ უფრო არის ჩირია, კი. პანტამსხლის ჩირია, თაფლში გამოყვანილი. რას ნიშნავს თაფლში გამოყვანილი? ჩირი ხო ხმელია. კი. ვალბობთ თაფლში მე. რაღაც პერიოდი ტოვებთ. რა თქმა უნდა. მე ჭრით წვრილი. მე ან ჭრი ან გაატარებ და შემდეგ უკვე ეს მასა გადაერევა ნიგოზია კვახის თესლში. ეს კვახის თესლი და არა ნიგოზი. და გარედან ნიგოზი. აბა მივირთვათ სვანური დესერტი, ქალბატონი ნაზის ოჯახური რეცეპტები და დიდად განებივრებული არ იყვენ ტკბილეულით სვანეთში, მაგრამ თაფლის სულ ქონდათ, ნიგოზის სულ ქონდათ, ჩირეულს ამზადებდნენ. ვაუ, რა გემრიელია. კონკრეტ სიგნობა ნიგოზიც ამ პანტის არომატიც აქვს, ცოტა სიმჟავეც აქვს, ძალიან ნიშნული და ეს არის კარგი ჯანმრთელი. ჯანსაღი ძალიან დიდი მადლობა მას პინძლობისთვის ამ სიტფოსთვის თქვენ სახში. მადლობა თქვენ რომ გაინტერესებთ და ეძებთ და გამოგაქვთ სააშკარაოზე ქართული ძველი კერძები და მადლობა თქვენ რომ ამას ყველაფერს ახერხებთ. კიდევ უფრო შთამბეჭდავია მესტია ღამით. მართალია საკმაოდ ცივა, მაგრამ მაინც სასიამოვნო აქცეირნობა. მე ვარ ჩემს მეგობარ ნატა ჯაფარიძესთან ერთად, რომელიც არის ნამდვილი მესტიელი სვანი, აი ნამდვილი რასაც ქვია, პირველი ქალი მოთხილამურე გიდი და ჩემი მასპინძელია, ასე ვთქვათ. ნატას მინდა რომ ვკითხო, რა არის ეს კოშკები, ეს საოცარი კოშკები, რომელიც არის სვანეთში და განსაკუთრებით მესტიაში. ბალს ზემოს მხარეში განსაკუთრებით. კოშკი პირველი ხდება უშქულში მე-7 საუკუნიდან, მერე მე-9, მე-11, მე-12-ში არის უმეტესობა ნაშენები, როგორც ვიცით. კოშკი ეკუთვნოდა თითოეულ რაღაც ოჯახებს, ასე ვთქვათ, 20-30 კაციანი ოჯახი იყო მაშინ, ბევრი ცხოვრობდნენ. და გვარებს, თემებს და ასე შემდეგ შეიძლება რომელიმე ერთ კონკრეტულ ოჯახსაც, სადაც ბევრი თაობა ცხოვრობდა. კოშკი, როგორც ვიცით, არის თავდაცვისთვის, მაგრამ არა მხოლოდ თავდაცვისთვის, კიდევ ბევრი სხვა დანიშნულება ჰქონდა და მიბმული იყო მაჩვი. ეს მაჩვი არის საცხოვრებელი ნაწილი. საცხოვრებელი ნაწილი არის მაჩვები, რომელიც დაკავშირებული იყო როგორც წესი გვირაბით ან რამე მსგავსით, გვირაბი იყო უმეტეს შემთხვევაში, როგორც ვიცი, კოშკთან, რომ თუ თავდაცვის საჭიროება იქნებოდა, იმ შემთხვევაში შევიდოდა ოჯახი უკვე კოშკში და იქ ის ხო, მტერი თუ მოდის. მაგრამ არა მხოლოდ მტერი, ასევე რაღაც ბუნებრივი კატასტროფებისგან ზვავი, მიწისძვრა და ასე შემდეგ, კი, არქიტექტურაც ისე არის ასე ვთქვათ, გაკეთებული ეს კოშკები, რომ თუ დიდი ზეწოლა ხდება, არ დაინგრეს, ანუ საძირკველი არის საკმაოდ ღრმა და ოვალური საძირკველია, მერე ეს ოვალური იმას შვება, რომ თუ რაღაც დიდი დარტყმა ეცემა უმეტესად. მართლა რაღაცა წარუშლელი შთაბეჭდება და აქ ერთხელ მოხვდები. კი, არა, ძალიან კაი, მერე სუგინდა რომ ჩამოხვიდე. ჩვენი საღამოს დასასრული, შენ ბართან ყერეკ. რა არის ეს ბარი? ეს არის ბარი. ხო, და ბარი, იმიტომ რომ ვთვლი რომ აქაურ სოციუმს და სამეგობროს გჭირდებოდა რაღაც ისეთი სივრცე, სადაც შეგვეძლო, ასე ვთქვათ, შევკრებილიყავით. გავთობილიყავით როგორც ჩვენ გვინდა და რაღაც ხო საღამოს მივირჩევთ ეს რაღაც არის ტყემლის არაყი აქვს. საიდან მოდის ეს ტყემლის? სვანეთში იქნა გამომდინარე რომ ყურძენი არ გვაქვს, ვამზადებთ რახს, რომელიც არის პური და ხორბალზე. კი. რაც სამწუხაროდ ეხა არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მზადდება, თუ სადმე მზადდება და რთულია რომ ვიყიდო და დადო, ასე ვთქვათ, ბარში, მაგრამ აი ტყემლის არაყი ხილი ასე თუ ისე გვაქვს, ვაშლი ტყემალი, ასე შემდეგ და ვამზადებთ ასევე ხილის არყებს და ნუ ტყემლის არყი სხვა შორის ძალიან უყვარს. გემრიელია. გემრიელია საქართველოს. კი. სრულდება ჩვენი პირველი ეპიზოდი და შემდეგი გემრიელი მოგზაურობები რომ არ გამოგრჩეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.